ეხა მინდა გაუშვა EDP-ს ლიდერი. ვინმე ზურა ხონღაძე. EDP-ს ლიდერი ვინმე ზურა ხონღაძე. ივანიშვილს ოპოზიციის ერთიანობის ეშინია. აუფ. ზარაკარია ეს ხონღაძე რა ვიცია და ივანიშვილს ერთიანობის ეშინია. ეხა მე მინდა განახოთ საერთოდ EDP-ს ისტორია, რა სამარცხვით, როგორ დეგრადირდება ყველაფერი, ხო, ხედავთ ხო, ყველაფერში ხელოვნებაში იქნება, მეცნიერებაში იქნება, ამაში, მაგრამ პარტიულადაც როგორ დეგრადირდება ეს ყველაფერი ნახეთ რა. ესე იგი, ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაჩენა. პარტიის ჩამოყალიბების მცდელობა დაიწყო 1905-1906 წლებში. მაშინ პარტიის პროგრამაზე ილია ჭავჭავაძე მუშაობდა. ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა. 1906 წლის მარტში გამოქვეყნდა პარტიის პროგრამა, თუმცა ამას პარტიის ჩამოყალიბება არ მოჰყოლია. ეს ილია ჭავჭავაძეს იდეა იყო საერთოდ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბება რა. პარტიის ცნობილი წევრები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ეს მერე უკვე ნიკო ნიკოლაძე 1917 წელს რო დაფუძნდა. ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, შალვა ამირეჯიბი და სხვები. პარტია თავს ილია ჭავჭავაძეს იდეურ მემკვიდრედ მიიჩნევდა. და ეხა ნახეთ რა, ვინ არის იდეური მემკვიდრე? ილია ჭავჭავაძეს ვინმე ზურაბ ხონღაძე რა, ერთიანობის ეშინია ივანიშვილს რა, როგორ გავს არა ილიას? მაგრად გავს ხო? განსაკუთრებით ცალი თვალი უგავს, ცალი დაჭუტული თვალი უგავს, ვაიმე, EDP რა, არ ვიცი რა, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პირველი და ყველაზე ისეთი ილიას თავში მოხარშული პარტია დღეს ამ დღეშია რა, ზურა ხონღაძის იმედზეა ჩამოყიდებული რა, არ ვიცი რა. და ის აგიჟეთი კიდე იქ რაც ხდება ის ძალყე ხო ვერ აანალიზებე რა, აიათოლას ვიდეო მინდა გაუშვა რა, უბრალოდ აითოლიას ვიდეო. კუდირებულებს შორის არის აითოლიას მრჩეველი ალი შამხანი. აითოლია ეს უნდა იყოს მელაზე და უფრო მაგრად მოიტანს თავის აზრს მაყურებლამდე უფრო მაგრა მოიტანს რა. აი სახლში რო იმღერონ იმათმა იქ როზია ხო იცი თოლია რა ქვია იმას მელაძე კიდე ვინ არის იქ გრიგოლიამ და მესამე ვინ არის ის უნდა იყოს ის უეჭველი ქაჯაიები დები ქაჯაიები უნდა იყვნენ ბანი უნდა მიწეთ რაღაცა თოლია მაგარი იქნება რა აივე დედა ეხა გვარამიას განცხადება მინდა რა ეს რა ქვია ბჭყალებს რომ პროკურორის ბჭყალებს რომ გამოაჩენს ხოლმე ხანდახან ის ეხო ჰიპსტერობა და რამე და ისეთი ტიპია რა ეხა გემონებიანი და თბილისელი და რა იქიჯდა თბილისი ტიპი ხო არის ეგა რა ეგ მარინა ბერიძე და დოი და იქიჯდა თბილისი და ეხა ბჭყალები პროკურორის ბჭყალებს რომ გამოაჩენს ხოლმე ეგ არის ძალიან მაგარი რა გაუშვით რა ეს პროიბაზე რომ ლაპარაკობს რა ქვია პოლიტპატიმრებზე რა ჩემი სახელი შემიძლია ვთქვა რომ ამდენი პოლიტპატიმარი პოლიტიკური ნიშნით ამდენი კი არა საერთოდ პოლიტპატიმარი არ ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში ჯამში არ ყოფილა ყველა ხელისუფლების პირობებში ამის 1%. გრიშა აღარ გაუშვით ისეთ რამებს იძახის, მაგრამ მე გაქცევ ამაზე პასუხს რა ჰიპსტერო რა, ან ყოფილო ჰიპსტერ პროკურორო რა. იძახი რომ პოლიტპატიმრები არიან, ხო? ქვეყანაში და სინდისის პატიმრები და თან ამდენი არიან, ხო? დაგვიმტკიცეთ რა. რატო ვერ გვიმტკიცებთ ამას, რომ არჩევნები გაყალბდა? უცხოურ სასამართლოში გეუნებით რა, თვითონ სტრასბურგში. რატო ვერ გვიმტკიცებთ იმას, რომ პოლიტპატიმრები გვყავს? რატო ვერ გვიმტკიცებთ იმას, რომ TV იმედი და პოსტივი სწორად დააყანდაღეს სამართლიანად? რატო ვერ გვიმტკიცებთ იმას, რომ კამიტი იყო გამოყენებული? ერთი რაღაცა დაგვიმტკიცეს ევროპის სასამართლოში რა. ეს ეყვიროდი შენ რუსთავი ორის შემთხვევაში, მაგრამ აგახიეს. არ აგახიეს სტრასბურგით?
დაგვიმტკიცეთ რა სტრასბურგით ერთი პოლიტპატიმარი მაინც დაგვიმტკიცეთ არ გვინდა 200 და 300 რატო სიტყვაზე გენდოთ რომ პოლიტპატიმრები არიან ეგენი პოლიტპატიმრები რომ იყვნენ მართლა მთელი სასამართლოებს აი ააწიოკებდით რა მაგრამ საქმე იმაშია რომ ახმები გინდა შექმნათ რომ პოლიტპატიმრები არიან შენ დურაკო მართლა რა შენ მოატყუე შენი ბაბლი მაგითი რა პოლიტპატიმრები ის არიან ქვეყანაში რა და თუ არიან მაშინ დაგვიმტკიცე რომ პოლიტპატიმრები არიან თქვენც უფრო უნდა გინდოდეთ ეს რომ დაგვიმტკიცოთ რა რომ ჩქარა გამოუშვათ ისინი იქიდან მაგრამ თქვენ ყვირილი გინდათ თქვენ მარტო ყვირილი გინდათ რომ პოლიტპატიმრები არიან თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ისინი არიან თუ არ არიან პოლიტპატიმრები რა თქვენ ამაზე ყვირილი გინდათ რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროთ რა და ის ბიჭებიც რომელიც იქ არიან 900 წლის გამოშვებული იქნებოდნენ იქიდან რა მაგრამ ამით ყვირილი გინდათ პოლიტიკური თამაშები გინდათ მაგრამ ვერ გათამაშებთ ამ პოლიტიკურ თამაშებს და არც გათამაშებთ არასოდეს საქართველოში მორჩა თქვენი პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია უკვე საქართველოში რა თურმე პოლიტპატიმრები არიან ამდენი პოლიტპატიმარი არ ყოფილა ქვეყანას არ ყოფილა დაგვიმტკიცეთ ძმაო რა წადი იმუშავეთ ხო გყავთ ეგერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაგვიმტკიცეთ პოლიტპატიმრები და ჩვენც უნდა დაუჯეროთ რომ პოლიტპატიმრები არიან აბა რა ნიკა აბა პოლიტპატიმრები არიან შენ ზრეულის ერთი რა დაგვიმტკიცეთ თქვენ გეუნებით რა ფაქტები დადეთ ფაქტები რომ პოლიტპატიმრები არიან ახმები კი არა ფაქტები დადეთ იმ კამიტზეც პირველ ტევ იმაზეც იმედზეც და იმაზეც რა ქვია პოზიტივიზეც რა ფაქტები დადეთ და გაყალბებულ არჩევნებზეც კიდე ფაქტები დადეთ რა თქვენ იმის არავის არ ჯერავს რა ან შედით ისევ ციხეში გამოდით და ვაითავი იყვირეთ მეტის შნო თქვენ არა გაქვთ არაფრის რა тоже мне გვარამია რა იმის ბჭყალებით რა ქვია პროკურორის ბჭყალებით რა ხო იცი ის კინო რო არის რომ გამოდის დიდი ისინი და უკარო შედის აი ეგეთი რა ქვია კიდეს აღარ მახსოვს რა აი რა ქვია რაღაცა ხო მაკრატელის კაცს თუ რაღაცა ქვია არ ვიცი რა ეგ არის რა